ახლა კი ინფორმაცია მშობლებისთვის, რომელთა პატარებით სკოლამდელ განათლებას იღებენ. გორის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები 30 ივლისს დაიწყება და 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში დაიხურება ყველა საბავშვო ბაღი 3-ის გარდა, რომლებიც საზაფხულო სტატუსით ფუნქციონირებენ. სერვისი ხელმისაწვდომი იქნება იმ მშობლებისთვის, რომლებიც ბავშვების გაყვანას ვერ ახერხებენ. შესაბამისი რეგისტრაცია ივლისში დაიწყება. მსურველებმა აღნიშნულთან დაკავშირებით ბაღის ადმინისტრაციას უნდა მიაკითხონ და დარეგისტრირდნენ. ამას გარდა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია მათთვის, ვისაც ბავშვის მიყვანა სკოლამდელ სააღმრთო დაწესებულებაში სურს. პროცესი 25 აგვისტომდე დასრულდება. უკვე მეორე წელია ჩვენ დავნერგეთ საზაფხულო ბაღების სერვისი. ეს იმას ნიშნავს, რომ აგვისტოს თვეში ყველა მუნიციპალური ბაღი დაისვენებს გარდა იმ 3 ბაღისა, რომელიც საზაფხულო ბაღის სტატუსით ფუნქციონირებს. აქ ჩვენ ვითვალისწინებთ ტერიტორიულ პრინციპს და მოთხოვნის შემთხვევაში ყველა ნებისმიერი მსურველი ისარგებლეს საზაფხულო ბაღის სერვისით. მიმდინარე წელს აგვისტოს თვეში საზაფხულო ბაღის სტატუსით ფუნქციონირებს კომბინატში მეათე საბავშვო ბაღი, ვერხვების დასახლებაში პირველი საბავშვო ბაღი, ხოლო წმინდა წყალზე კი მე-19 საბავშვო ბაღი. აღნიშნული ბაღები თავისი სიმძლავრით მოემსახურება ნებისმიერ მსურველს.